ქართველი მხატვრების ნამუშევრები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბაზრობაზე იქნება წარდგენილი. Art Expo ნიუ-იორკის 40 წლიანი არსებობის მანძილზე ხელოვნების ნიმუშები საქართველოდან პირველად გამოიფინება. ქართული პავილიონი 4 აპრილს გაიხსნება და ფერწერისა და გრაფიკის გარდა დამთვალიერებებს ქართული ხელნაკეთი წიგნის ნიმუშებს გააცნობს. ვინ გაემგზავრება ნიუ-იორკის არტ ბაზრობაზე, ამას მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟიდან გაიგებთ. ეს არის ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც მე გამაქვს Art Expo-ზე. ნამუშევარს ქვია ვერცხლის ქუჩა. ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელშიც გიორგი კუხალაშვილი დაიბადა და გაიზარდა, წლების შემდეგ მისი ნახატი შთაგონების წყარო გახდა. ამ ნამუშევარს ხელოვანის კიდევ რამდენიმე ტილოსთან ერთად ნიუ-იორკის Art Expo-ზე მისული დამთვალიერებელი გაიცნობს. საქართველოს კულტურის დღეები ნიუ-იორკში 4 აპრილს გაიხსნება. 40 წლიანი ისტორიის მანძილზე Art Expo ნიუ-იორკი ქართულ შემოქმედებას პირველად უმასპინძლებს. მე მიმაქვს 5 ნამუშევარი Art Expo-ზე პირადად ჩავდივარ და ჩემთვის საინტერესო იქნება უცხოელ მაყურებელთან გასაუბრება, მათი ემოციების მიღება, მათი შთაბეჭდილებების აზიარება. ეს არის ერთ-ერთი ნამუშევარი იმორიდან, რომელიც მიმაქვს Art Expo-ზე ამერიკაში. თეკლა მელაძე Art Expo ნიუ-იორკის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მონაწილეა. სკოლა ლიცეუმ პრომეთეს 13 წლის მოსწავლემ გამოფენისთვის 2 ნამუშევარი შეარჩია. ეს 2 ნახატი ჩემი გადაწყვეტილებით შეირჩა და ასევე თან მინდოდა რომ წარმოგიდგინო ორივე ჟანრის ნახატი. ერთი არის პორტრეტი, ერთი არის პეიზაჟი და თან ძალიან მიხარია რომ ამ ასაკში Art Expo-ზე დავდივარ. ნიუ-იორკში გამგზავრებამდე აჭარაში მოღვაწე მხატვრებმა საკუთარი ტილოები თბილისში ჩამოიტანეს. 15 მხატვრის 20 ნამუშევარი პირველად დღის-შუქს სწორედ Art Expo-ზე ნახავს. არ არის სხვა გამოფენებზე ნამყოფი, სპეციალურად შეირჩა ამ გამოფენისათვის და მე მგონი საკმაოდ ისეთ სახეს წარმოაჩენს აჭარის ახალგაზრდა მხატვრებისა. ქართული პავილიონი ხელნაკეთ მინიატიურულ წიგნებსაც დაეთმობა. ხელით კერვის მეთოდით შექმნილ ნიმუშებს შორისაა 40 გვერდიანი ქართული ამბანი, რომელიც ყველაზე პატარა წიგნად სახელდება და მსოფლიოში მისი ანალოგი არ მოიძებნება. წარმოდგენილი გვაქვს ყველაზე დიდი გამოცემა ჩვენს გამოცემებს შორის, ეს არის ვეფხის ტყაოსანი. დიდი ალბათ ამ შემთხვევაში ბრჭყალებით უნდა ვიხმაროთ, იმიტომ რომ ეს არის 5 სანტიმეტრი 7 სანტიმეტრზე და ყველაზე პატარა გამოცემა ჩვენი გამოცემებიდან არის 2 მმ-ზე, რითიც ვცდილობთ შევიდეთ გინესის რეკორდში. Art Expo ნიუ-იორკი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არტ ბაზრობაა მსოფლიოში. ჯგუფურ გამოფენებთან ერთად ბაზრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ 400-ზე მეტ პერსონალურ ექსპოზიციას, 500-ზე მეტ გალერეას და 150 მუზეუმს მასპინძლობს.